მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვიწყებთ წარმოუდგენლად საინტერესო მოგზაურობას იმ პლატფორმის კულისებში, რომელსაც თითოეული თქვენგანი ალბათ ყოველდღიურად იყენებს. კი, თან ისე ვიყენებთ, რომ ხშირად ვერც კი ვიაზრებთ რა ხდება იქ. ზუსტად. ჩვენი დღევანდელი კვლევის მთავარი თემაა თუ როგორ უმკლავდება ვიკიპედია AI-ის, ანუ ხელოვნური ინტელექტის და ბოტების ეპოქას. ამ სიღრმისეული ანალიზისთვის ჩვენი მთავარი წყაროა სტენფორდის უნივერსიტეტის, კონკრეტულად კი HAI ინსტიტუტის სემინარი. ეგ არის ადამიანზე ორიენტირებული ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტი, რომ განუმარტოთ მსმენელს. ხო, მადლობა. და მანდ ვიკიპედიის Enterprise-ის გუნდის წარმომადგენელი ქრისი გვიზიარებს იმ უხილავ პროცესებს, რომლებიც ჩვენი ციფრული სამყაროს ფუნდამენტს ქმნის. მიზანი მარტივია, მაგრამ ძალიან ამბიციური. ნამდვილად. უნდა გავარკვიოთ, რა ხდება იმ პლატფორმის მიღმა, რომელზეც დგას თითქმის მთელი თანამედროვე ინტერნეტი და, რაც მთავარია, თავად ხელოვნური ინტელექტიც. კარგი, მოდით ეს დეტალურად განვიხილოთ. რა ხდება, როცა მსოფლიოს უდიდესი ღია ენციკლოპედია ეჯეხება AI-ის უზარმაზარ ტალღას? ანუ ეს ნამდვილად არ არის მხოლოდ ერთი რაღაც რიგითი ვებსაიტის ისტორია. ვიკიპედია, როგორც ჩვენი წყაროებიდან კარგად ჩანს, დიდი ხანია აღარ არის უბრალოდ ტექსტების კრებული. ის დრო წავიდა, როცა სკოლის მოსწავლეები რეფერატებისთვის ეძებდნენ მანდ მასალას. ხო, ეგ დრო ნამდვილად წარსულს ჩაბარდა. ფაქტობრივად, ის გადაიქცა გიგანტურ უწყვეტ მონაცემთა ბაზად. ეს არის ის ნედლეული, რომელიც კვებავს და ასწავლის თანამედროვე AI მოდელებს. მაგრამ აქვე მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ცოტა პარადოქსული კითხვა დავსვა მსმენელისთვის. აბა, გისმენთ. თუ კი ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე ყველაფერზე პირდაპირ წამიერად და საკმაოდ გამართულად გვცემს პასუხს, რატომ უნდა შეხვიდეთ თქვენ ვიკიპედიაზე? აი, ეგ ძალიან ლოგიკური კითხვაა. ჩემი თავი მეც ხშირად მიჭერია იმაზე, რომ პირდაპირ ჩატბოტს ვეკითხები რაღაცას, ვიდე Google-ის ლინკებზე გადავიდე. აი, მანდ ვართ. და თუ ჩვენ, ადამიანები, აღარ შევალთ ამ საიტზე, ვინ გადაწერს ახალ ინფორმაციას? ეგ მართლაც დიდი პრობლემაა. ვინ იკამათებს ფაქტებზე და ვინ შექმნის იმ ცოდნას, რომლითაც ხვალ იმავე AI-მ უნდა იხელმწვანელოს? ფაქტობრივად, ციფრული ეკოსისტემის გადარჩენის საკითხი დგას ჩვენ თვალწინ. სწორედ ამ პარადოქსის ამოხსნას შევეცდებით დღეს. და ამ ყველაფრის კარგად გასაგებად, მგონი ჯერ ცოტა უკან უნდა დავიხიოთ და ვნახოთ, საიდან მოვდივართ. ვიკიპედიამ ხომ წელს თავისი არსებობის 25 წელი აღნიშნა. კი, საოცარია, როგორ გავიდა დრო. სემინარზე გამოყენებული იყო ერთი იდეალური ანალოგია ამ 25 წლიანი ევოლუციის ასახსნელად. თეზევსის ხომალდი. უძლიერესი ანალოგია. ხომ, მსმენელისთვის რომ ავხსნათ, წარმოიდგინეთ ძველი ბერძნული ფილოსოფიური თავსატეხი. გმირი თეზევსი მოგზაურობს ხომალდით და ყოველ პორტში ხომალდის თითო დაზიანებულ ფიცარს ახლით ანაცვლებს. წლების მერე, როცა უკლებლივ ყველა ფიცარი შეიცვლება. არის თუ არა ეს ისევ ის ძველი ხომალდი? და ვიკიპედიაზე ზუსტად ეგ ხდება ყოველდღიურად, წამიწამში. კი, წარმოგიდგინიათ. თავად თეზევსის ხომალდის ვიკიპედიის გვერდეც კი აღარ დარჩა არც ერთი ორიგინალური წინადადება, რომელიც ზუსტად 25 წლის წინ გვერდის შექმნისას დაიწერა. ვა, მართლა? კი. ვიღაცამ ძიმე ჩაასწორა, ვიღაცამ ახალი აბზაცი დაამატა, ვიღაცამ წყარო განაახლა. ყველაფერი წაიშალა და თავიდან დაიწერა წლების განმავლობაში. მაგრამ გვერდი მაინც ზუსტად იმავე თემას ემსახურება. ეს არის გამუდმებული დაუღალავი ადამიანური შრომის, კამათისა და შეთანხმების შედეგი. თუმცა, სანამ ამ ადამიანურ შრომაზე და კამათზე ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს ერთი ფუნდამენტური დეტალი, რომელიც ხშირად ავიწყდებათ ხოლმე. რას გულისხმობთ? ერთი და იგივე წესები არ მოქმედებს. ყოველ ენოვან ვერსიას თავისი სრულიად დამოუკიდებელი საზოგადოება და შიდა კულტურა აქვს. ანუ ინგლისური ვიკიპედია და ვთქვათ გერმანული სრულიად სხვადასხვანაირად იმართება. აბსოლუტურად. აი მაგალითად ინგლისურ ვიკიპედიაზე თქვენ შეგიძლიათ სრულიად ანონიმურად შეხვიდეთ, შეცვალოთ ტექსტი და თქვენი რედაქტირება საიტზე ფაქტობრივად მაშინვე აისახება. ეს ნაწილობრივ ამერიკული საავტორო უფლებების გამოცხდება, ხო? დიახ, ეგრეთ წოდებული fair use პრინციპის მოქნილობითაცაა ეგ განპირობებული, რაც იქ სხვადასხვა სურათისა თუ მასალის შედარებით მარტივად გამოყენების საშუალებას იძლევა.
გასაგები, ანუ ინგლისური ვერსია უფრო მეტად ღია და დინამიკურია, ასე ვთქვათ. კი, მაგრამ მეორე მხრივ გვაქვს გერმანული ვიკიპედია და იქ სულ სხვა, ბევრად უფრო კონსერვატიული სამყაროა. გერმანულ ვერსიაში სავალდებულო ანგარიშის შექმნა. ანონიმურად ვერაფერს იზამთ, ესე იგი. ვერა. მეტიც, ნებისმიერი ცვლილება, რასაც თქვენ შეიტანთ, ჯერ გადის მკაცრ აკადემიურ რევიზიას უფრო გამოცდილი რედაქტორების მიერ, სანამ ის საერთოდ საჯარო გახდება. შესაბამისად, ის, რაც ინგლისურ ვიკიპედიაზე ჩვეულებრივად გავა და ენციკლოპედიურად ჩაითვლება, გერმანულზე შეიძლება ეგრევე დაგიბლოკონ. ზუსტად, იმდენად მკაცრი ფილტრი აქვთ. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო ამბები. როცა მილიონობით განსხვავებული შეხედულების ადამიანი ერთ პლატფორმაზე იკრიბება კონსენსუსის მისაღწევად, წარმოიშობა აბსოლუტურად ეპიკური, სახალისო და ხშირად სრულიად აბსურდული ადამიანური კონფლიქტები. კი, მანდ ნამდვილი ომები მიდის ხოლმე. სემინარზე რამდენიმე ისეთი მაგალითი მოიყვანეს, სიცილს ვერ ვიკავებდი. ალბათ იოგურტის ამბავს გულისხმობთ, არა? კი, ეგ იყო პირველი. სმენელს რო უთხრათ, ინგლისურ ვიკიპედიაზე გაიმართა ნამდვილი სასტიკი ომი სიტყვა იოგურტის მართლწერის გარშემო. ამერიკელები ითხოვდნენ ერთ ვერსიას, ბრიტანელები მეორეს. მთავარი დავა იყო იმაზე, უნდა ქონოდა თუ არა სიტყვას 100H შუაში. და საინტერესო ის არის თუ რა მასშტაბები მიიღო ამ ერთმა 100-მ. ხო, წარმოიდგინეთ, ამ ერთი 100-ს გამო რედაქტორების განხილვის გვერდზე დაწერილი სადისკუსიო ტექსტი 100-ჯერ უფრო გრძელი აღმოჩნდა, ვიდრე თავად სტატია იოგურტზე. 100-ჯერ. დაუჯერებელია. დიახ. ხალხი ისტორიულ წყაროებს, ლინგვისტურ ანალიზებს და 1000 რამეს იშველიებდა მხოლოდ ერთი 100-ისთვის. ეგ კიდევ არაფერი. ეროვნული სიამაყის საკითხები ბევრად უფრო მწვავეა ხოლმე მანდ. ცეზარის სალატის ისტორია ზუსტად ეგ არის. წლების განმავლობაში მექსიკელებისა და იტალიელების რედაქტორთა ჯგუფები ებრძოდნენ ერთმანეთს, თუ ვისი გამოგონილი იყო ეს სალატი. სტატიის ისტორიაში რო შეხვიდეთ, ნახავთ, როგორ იცვლებოდა წარმოშობის ქვეყანა ფაქტობრივად ყოველ მეორე დღეს. მანდ მესამე მხარეც ჩაერთო, როგორც მახსოვს. კი. ერთ მომენტში, სადღაც 2 კვირის განმავლობაში, ალბანელებმაც კი მოახერხეს და ცეზარის სალათის გამოგონება საკუთარ თავს მიაწერეს. სასაცილოა, მაგრამ ეს კარგად აჩვენებს პროცესის სირთულეს და იმას თუ როგორ მუშაობს ეს ღია ეკოსისტემა. ამას ემატება საავტორო უფლებების გამო წარმოქმნილი კურიოზებიც. აი მაგალითად, 2018 წლამდე ვიკიპედიაზე არ არსებობდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის არც ერთი ფოტოსურათი. მოიცა მართლა. ეგ რაღაც ახალია ჩემთვის. 2018 წლამდე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიქტატორის ფოტო არ იდო საიტზე. რატომ? იმიტომ რომ სამხრეთ კორეული საავტორო უფლებების კანონმდებლობა, რომელსაც ვიკიპედია ამ შემთხვევაში ითვალისწინებდა, არ იძლევოდა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ფოტოების გამოყენების უფლებას. გასაგებია. ვიკიპედია კი ძალიან მკაცრია საავტორო უფლებების დაცვაში. და რა გააკეთეს რედაქტორებმა? ეგეთი სტატია ხო არ დარჩებოდა цаრიელი. მოხალისეებმა ძალიან კრეატიული გამოსავალი იპოვეს. მათ დაიწყეს კიმ ჩენ-ინის პორტრეტების ხელით დახატვა ციფრულ პროგრამებში და იმ ნახატების ატვირთვა. არ არსებობს. კი, ნამდვილად ასე იყო. ეს აბსურდული სიტუაცია გაგრძელდა მანამ, სანამ 2018 წლის ცნობილ სამიტზე სამხრეთ კორეელმა ფოტოგრაფმა არ გადაიღო ისეთი ფოტო, რომელიც საჯარო დომენში მოხვდა, ანუ ყველასთვის თავისუფლად ხელმისაწვდომ სივრცეში. ბარემ ერთი კითხვაც. შემთხვევით, ისტის საგამოცდო ტრენინგი ხომ არ გაინტერესებთ? ბრაუზერში აკრიფეთ ეკრანზე მითითებული ბმული, ან დაასკანერეთ QR კოდი და თქვენ ნახავთ ტექნოლოგიების გამოცდის მოსამზადებელი ტრენინგის პირობებს. 10 კრედიტს გისურვებთ. მართლა საზღვრებს არ ცნობს. თუმცა კონფლიქტები მხოლოდ პოლიტიკას ან კულინარიას არ ეხება. პოპ კულტურა ზუსტად ასეთივე ცხარე განხილვის საგანია ხოლმე. რეპერებზე ამბობთ ახლა, ხო? კი, კიდევ ერთი უცნაური მაგალითია რეპერების, დრეიკისა და კენდრიკ ლამარის დაპირისპირება. მათ შორის არსებული უთანხმოების შესახებ ვიკიპედიის რედაქტორებს იმდელად დიდი დეტალური და დაძაბული კამათი ჰქონდათ განხილვის გვერდზე. ეგრეთ წოდებულ talk page-ზე. ზუსტად, იმაზე დაობდნენ თუ რომელი ფაქტი იყო მართალი, ვინ რა თქვა პირველად და ასე შემდეგ. ეს კამათი იმდენად გაიზარდა, რომ თავად ეს განხილვის გვერდი და იქ მიმდინარე სარედაქციო ომი ცალკე დამოუკიდებელი ენციკლოპედიური სტატიის თემად იქცა.
ანუ ვიკიპედიამ დაწერა სტატია იმაზე, თუ როგორ ჩხუბობდნენ ვიკიპედიის რედაქტორები. ეს უკვე რაღაც მეტადონეა. ნამდვილად. და ეს ყველაფერი აჩვენებს, თუ რამდენად ცოცხალი, ქაოსური და ადამიანურია ეს ეკოსისტემა. მაგრამ მოდით ახლა ეს ადამიანური ქაოსი დაუკავშიროთ იმ ტექნოლოგიურ რევოლუციას, რომელიც დღეს მიმდინარეობს. AI-ის და ბოტებს გულისხმობთ? კი. ბევრს გონია, რომ ხელოვნური ინტელექტი და ბოტები ვიკიპედიაზე მხოლოდ გუშინ ChatGPT-ის ეპოქაში გამოჩნდა. არადა როგორც წყაროდან გავიგეთ, რეალობა სულ სხვაა, ხო? ბოტები მანდ კარგა ხანია ტრიალებენ. ნამდვილად ასეა. მანქანური სისტემები უკვე 10 წლეულებია, რაც ვიკიპედიის შიდა სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. ჯერ კიდევ 2002 წელს შეიქმნა ეგრეთ წოდებული რამბოტი. 2002-ში. ავტომატურად დააგენერირა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებისა და ოლქების სტატიების 98%. 98%. წარმოიდგინეთ იმდროინდელი ადამიანური რედაქტორების შოკი, როცა უცებ 1000-ობით სტატია გაჩნდა საიტზე, რომელსაც მანკანა წერდა. დიახ, ეს იყო უზარმაზარი ნახტომი, რამაც მაშინვე გამოიწვია სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა მოხალისეებში. უნდა დაეშვათ თუ არა ასეთი მასობრივი ავტომატიზაცია. და საბოლოოდ მაინც დაუშვეს. კი, მოგვიანებით კი 2010 წელს პლატფორმაზე გამოჩნდა Klubot-NG. ეს არის ბოტი, რომელიც უკვე იყენებს ნეირონულ ქსელებს, რათა ავტომატურად აღმოაჩინოს და წამებში გაუქმოს ვანდალიზმი. ანუ ტექსტს ფილტრავს. მაგალითად, თუ ვინმე სტატიაში უცენზურო სიტყვას ჩაწერს, ბოტი მას ადამიანზე ბევრად სწრაფად შლის. ასე რომ მანქანები კარგა ხანია ეხმარებიან რედაქტორებს საიტის სისუფთავის შენარჩუნებაში. ეს ყველაფერი გასაგებია. შიდა ბოტები ეხმარებოდნენ სისტემას. და ეს კარგი იყო. მაგრამ ის, რაც 2023 წელს მოხდა, სრულიად სხვა განზომილება იყო. კი, ეგ უკვე კრიზისი იყო. ეს აღარ იყო შიდა დამხმარე ინსტრუმენტი. ეს იყო გარედან წამოსული დარტყმა. ნამდვილად, ChatGPT-ის გამოსვლამ და დიდმა ენობრივმა მოდელებმა, ეგრეთ წოდებულმა LLM-ებმა, ვიკიპედიაზე ნამდვილი ტრაფიკის ცუნამი გამოიწვია. სემინარზე კრისი პირდაპირ ყვება, რომ ბოტების ტრაფიკმა იმდენად სწრაფად და მასშტაბურად მოიმატა, ვიკიპედიის ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად კოლაფსის წინაშე დადგა. ფიზიკურად ვეღარ უძლებდნენ სერვერები. ხო, წარმოიდგინეთ, აქვთ მულტიმედიის სერვერები, რომლებიც შექმნილი იყო იმისთვის, რომ წამში 1 ან 2 მოთხოვნა დაემუშავებინათ კონკრეტულ სურათზე. და უცებ, ეს სერვერები წამში 1000-ობით მოთხოვნას იღებენ ამ ახალი AI მოდელებისგან, რომლებიც გამუდმებით სწავლობდნენ და მთელ ინტერნეტს ისრუტავდნენ. ამან სერვერების გადატვირთვა გამოიწვია, რადგან ტექნიკურად არ იყვნენ მზად ასეთი აგრესიული დასწავლის პროცესისთვის. შედეგად, ვიკიპედიას მოუწია დონორების ფულის უზარმაზარი, სრულიად არაგეგმიური ხარჯვა ინფრასტრუქტურის სასწრაფოდ გასაძლიერებლად, რომ საიტი უბრალოდ არ გათიშულიყო. მაგრამ რატომ მაინც და მაინც ვიკიპედია, რატომ მიეწყდა ყველა კომპანია მაინც და მაინც მათ? მიზეზი მარტივია, იმიტომ რომ ვიკიპედია დღეს ფაქტობრივად ინტერნეტის უხილავი ხერხემალია. ანუ ყველგან არიან. ის ყველგანა ინტეგრირებული ხშირად ისე, რომ ჩვენ ამას ვერც კი ვამჩნევთ. ავიღოთ თუნდაც აკადემიური სივრცე. Google Scholar-ში თითქმის 3 მილიონი სამეცნიერო თუ აკადემიური რეფერენსი პირდაპირ ვიკიპედიაზე მიუთითებს. ეს კონტენტი არის ყველა ძირითადი AI მოდელის საძირკველში. იქნებოდა ეს OpenAI-ის მოდელები ილონ მასკის გროკი თუ ნებისმიერი სხვა. დიახ, ყველა მას იყენებს. ანუ სადაც არ უნდა გაიხედო უდალ ვიკიპედია დგას. მეტიც, როგორც წყაროში ახსენეს, ის TikTok-ის ვიდეოების ინფორმაციულ ფონსაც კი ქმნის, როცა ეკრანზე რაღაც ფაქტები გამოაქვთ, დღეს წარმოუდგენელია იპოვოთ რაიმე სერიოზული ციფრული ინფორმაციული პროდუქტი, რომელიც რაიმე ფორმით არ ეხორდნობათ მათ ბაზას. სწორედ ამიტომ ცდილობდა ყველა კომპანია მათ ჩამოტვირთვას ერთდროულად. და აი აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა, რა გამოსავალი იპოვა ვიკიპედიამ ამ ქაოსში? როგორ უნდა გადაურჩა სერვერების გადაწვას, როცა მსოფლიოში ყველა ხელოვნური ინტელექტი ერთდროულად შენი მონაცემების წაღებას ცდილობს? გამოსავალი აღმოჩნდა პროექტის სახელად Wikipedia Enterprise. ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლათ ამ ტრაფიკისთვის, მათ გადაწყვეტეს პროცესი ცივილიზებული და ორგანიზებული გაეხადათ. მათ შექმნეს სპეციალური კომერციული API-ები, ფილტრული მილსადენი მსხვილი კომპანიებისთვის, რომ მონაცემები პირდაპირ თავიანთ სისტემებში გადაკაჩონ, სერვერის ჩამოშლის გარეშე, ხომ ასეა? დიახ, ზუსტად ეგრეა.
და ტექნიკური თვალსაზრისით ეს იყო უდიდესი შვება ორივე მხარისთვის. შევეცდები მარტივიანი თავხსნა რა შეიცვალა. აბა ვნახოთ. ადრე კომპანიებს, რომლებიც ვიკიპედიიდან მონაცემებს იღებდნენ, უწევდათ ეგრეთ წოდებული მედია ვიკიპარსერების გამოყენება ტექსტის ამოსაღებად. რაც როგორც ქრისი ამბობს, სრული კოშმარი იყო პროგრამისტებისთვის. წარმოუდგენელი ქაოსი იყო. წარმოიდგინეთ, რომ კომპანია სჭირდება მხოლოდ სტატიის მარჯვენა კუთხეში არსებული საინფორმაციო დაფა, ეგრეთ წოდებული ინფობოქსი, სადაც წერია ადამიანის დაბადების წელი, პროფესია და ასე შემდეგ. დიახ. ძველი სისტემით მანქანას უნდა წაეკითხა მთელი სტატიის ნედლი კოდი, თავად გამოეცნო სად იწყება და სად მთავრდება ეს დაფა, რაც ხშირად შეცდომებით მთავრდებოდა. და ახლა რა ხდება? ახლა კი Wikipedia Enterprise მათ აწვდის სუფთა დალაგებულ JSON ფორმატს. გამზადებულს. კი, მანქანას აღარ უწევს ტექსტის გამოცნობა. კომპანია იღებს გამზადებულ სტრუქტურირებულ მონაცემებს. ეს არის სახელი, ეს დაბადების თარიღი და ასე შემდეგ. ფაქტობრივად გამზადებულ ცხრილს აძლევენ ხელში. და როგორც ვიცი, აქვთ სამი ძირითადი მიმართულება ამ მონაცემების მისაწოდებლად. პირველია snapshot-ი, ანუ მონაცემთა ბაზის სრული სურათი, რომელსაც ერთიანად იწერენ. მეორეა on demand, როცა კომპანია მხოლოდ კონკრეტულ თემაზე ითხოვს ინფორმაციას მოთხოვნის საფუძველზე. კი, და მესამე არის ყველაზე მაგარი. მესამე, რაც ყველაზე შთამბეჭდავია, არის real time, ანუ რეალურ დროში განახლებადი ნაკადი. ეგ მართლაც შთამბეჭდავია, რადგან დაფიქრით აბა, ვიკიპედიაზე წამში საშუალოდ 6 ახალი რედაქტირება ხორციელდება. ამის რეალურ დროში შეფერხების გარეშე მიწოდება სერიოზული ტექნოლოგიური მიღწევაა. თუმცა მარტო ეს ფორმატი არ არის მთავარი სიახლე. აბა კიდევ რა დაამატეს? მანქანური დასწავლის დამოყენებით ვიკიპედიამ დაიწყო ამ მონაცემებზე სპეციალური მეტამონაცემების დამატება, რაც AI კომპანიებისთვის ოქროს ფასობს. მაგალითად, არსებობს სიგნალის სახელწოდებით revert risks, ანუ გაუქმების რისკი. ეგ ძალიან საინტერესო რაღაცაა. ანუ როცა ვინმე რაღაც სისულელეს წერს სტატიაში, ეს სისტემა ეგრევე ხვდება. დიახ, ეს სიგნალი AI-ს წინასწარ ეუბნება. ნახე, ახლა ვიღაცამ კი ჩაასწორა ეს სტატია, მაგრამ დიდი ალბათობით ეს ვანდალიზმია და სხვა რედაქტორი ამას მალევე წაშლის. ამიტომ ნუ გამოიყენებ ამ ინფორმაციას ჯერ. ძალიან მაგარია. ეს ზოგავს უზარმაზარ რესურსს, რადგან მოდელები აღარ სწავლობენ არასწორ ფაქტებს. კიდევ აქვს ცხელი ახალი ამბების სიგნალებიც. წარმოიდგინეთ, თუ ხდება რაღაც გლობალური მოვლენა, მაგალითად არჩევნები, მიწისძვრა ან რაიმე დიდი სტიქიური უბედურება, იმ წამსვე იწყება ასობით სტატიის შეცვლა ვიკიპედიაზე. ხო, ტრაფიკი იზრდება. ამ სიგნალის დახმარებით კომერციულ ბოდით შეუძლიათ მხოლოდ ამ კონკრეტულ თემაზე გაფილტრული ახალი ინფორმაციის წაღება და აღარ სჭირდებათ ყოველ წამს მთლიანი მილიონობით გვერდიანი ენციკლოპედიის თავიდან ჩამოტვირთვა. ეს სერვერებსაც ასვენებს და კომპანიებსაც. მაგრამ აქ ერთი ძალიან სენსიტიური თემა შემოდის. რომელი? როცა ამხელა ტრაფიკი მიდის და მოდის, როცა ვიკიპედია და ეს მსხვილ კომპანიები აკვირდებიან, თუ რას კითხულობს ხალხი რეალურ დროში, რა ხდება ჩვენი კონფიდენციალურობის კუთხით? ეგ მეც ვიფიქრე. მე რომ რაღაც სპეციფიკურ სამედიცინო სიმპტომზე ან პოლიტიკურ თემაზე ვკითხულობდე, ვინმე ხედავს ამას? შეუძლიათ ჩემი იდენტიფიცირება. ტრადიციული სისტემების პირობებში ეს დიდი რისკი იქნებოდა. თუმცა ვიკიპედიამ კორნელის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დანერგა ეგრეთ წოდებული დიფერენციალური კონფიდენციალურობის ტექნოლოგია. რას ნიშნავს ეგ პრაქტიკაში? მარტივად რომ თქვათ, ეს სისტემა მონაცემებს ამატებს ხელოვნურ მათემატიკურ ხმაურს. ხმაურს. დიახ. შედეგად, მსხვილ კომპანიებსა თუ მკვლევარებს შეუძლიათ დაინახონ ზოგადი გლობალური ტენდენციები. მაგალითად, გაიგონ, რომ დღეს 100,000-მა ადამიანმა მოძებნა სტატია კონკრეტულ ვირუსზე. მაგრამ ამ ხმაურის გამო ტექნიკურად შეუძლებელი ხდება კონკრეტული მომხმარებლების, ანუ თქვენი IP მისამართისა და პირადობის იდენტიფიცირება. ანუ ტრენდს ხედავენ, მაგრამ პიროვნებას ვერა. ზუსტად, ტრენდს ხედავენ, ინდივიდს ვერა. ძალიან ჭკვიანურია. ინფრასტრუქტურა მართლაც შთამბეჭდავად გააძლიერეს. მაგრამ მოდით ტექნოლოგიიდან ცოტა ხნით შინაარსზე გადავინაცვლოთ.
კი ბატონო. ტექნიკური პრობლემები მოაგვარეს, მაგრამ რა ხდება თავად ცოდნის ბუნებასთან დაკავშირებით? ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფიური და სოციალური კითხვაა ჩვენს კვლევაში. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერთი ოქროს წესი, რომელზეც ვიკიპედია დგას. ვიკიპედია არ არის პირველადი ან მეორადი წყარო, ის არის მკაცრად მესამეული წყარო. ანუ თავად ვიკიპედიის რედაქტორები არ დადიან ინტერვიუებზე და არ ატარებენ სამეცნიერო ექსპერიმენტებს. ზუსტად. ეს ნიშნავს, რომ სანამ რაიმე ფაქტი ვიკიპედიაზე მოხდება და სტატიად იქცევა, ის ჯერ სანდო მედიამ, ჟურნალისტმა ან აკადემიკოსმა უნდა დაწეროს და გამოაქვეყნოს სხვაგან. გასაგებია. ვიკიპედიის მოხალისე რედაქტორები უბრალოდ კითხულობენ ამ უკვე არსებულ მეორად წყაროებს, აჯამებენ მათ და ისე შეაქვთ ენციკლოპედიაში. და სწორედ ამ მექანიზმის გამო იჩენს თავს ისტორიული მიკერძოებულობის პრობლემა. კი, ეგ სერიოზული საკითხია. წყაროში საუბარი იყო ძალიან საინტერესო ინიციატივაზე სახელად ქალები წითელში. ფაქტია, რომ ვიკიპედიაზე დღესდღეობით ქალი მეცნიერების, ისტორიული ფიგურებისა თუ ხელოვანების შესახებ გაცილებით ნაკლები სტატია, ვიდრე მამაკაცების შესახებ. ბევრს ჰგონია, რომ ეს ვიკიპედიის რედაქტორების სექსიზმის ბრალია. სინამდვილეში კი მიზეზი გაცილებით ღრმაა. დიახ. პრობლემა ის კი არ არის, რომ დღევანდელ მოხალისე რედაქტორებს არ სურთ მათზე დაწერა. სინამდვილეში პრობლემა ფესხვადგმულია თავად ისტორიაში. ისტორიულ წყაროებში. ზუსტად. წარსულში მედია, გაზეთები და აკადემიური წრეები გაცილებით ნაკლებად აშუქებდნენ ქალი მეცნიერების მიღწევებს. შესაბამისად, რადგან ისტორიულად ნაკლები მეორადი წყარო არსებობს, ვიკიპედიის რედაქტორებს ფიზიკურად არ აქვთ მასალა, რომელსაც დაერღნობიან სტატიის შესაქმნელად. ტექსტს ხაერიდან ხომ ვერ მოიტანენ. ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორი რეკლავს პლატფორმა ჩვენი სამყაროს რეალურ მდგომარეობას. და თუ ამ ყველაფერს უფრო ფართო სურათს დაუკავშირებთ, მივადგებით იმ ეგზისტენციალურ საფრთხეს, რომელიც სულ დასაწყისში ვახსენე. AI-ის პარადოქს გულისხმობთ, არა? დიახ, მოდით კიდევ ერთხელ წარმოიდგინეთ თქვენი ყოველდღიურობა. გაგიჩნდათ რაღაც კითხვა. ადრე შეხვიდოდით Google-ში, ამოგიგდებდათ ვიკიპედიის ლინკს, შეხვიდოდით, წაიკითხავდით და შეიძლება შეგემჩნიათ, რომ რაღაც ფაქტი არასწორია. და გაასწორებდით. კი, გაგიჩნდებოდათ სურვილი დაგიჭირათ ღილაკისთვის რედაქტირება და ჩაგესწორებინათ. დღეს კი იმის მაგივრად, რომ შეხვიდეთ ვიკიპედიაზე, ეკითხებით AI-ს. ის გაძლევთ მზა, ლამაზად შეფუთულ პასუხს. თქვენ კმაყოფილი ხართ და საქმეს აგრძელებთ. ანუ საიტზე აღარ გადავდივართ. ზუსტად ეგ არის პრობლემა. თუ საიტზე აღარ გადახვალთ, ვერასდროს ნახავთ იმ ღილაკს რედაქტირება. თუ არ დაარედაქტირებთ, ვერასდროს გახდებით მოხალისე. ლოგიკური ჯაჭვია. დიახ, თუ ახალი თაობის ადამიანები შეწყვეტენ ვიკიპედიაზე შესვლას, ისინი შეწყვეტენ კამაც ფაქტებზე, აღარ იჩხუბებენ ცეზარის სალათის წარმომავლობაზე, აღარ შექმნიან კონსენსუსს და აღარ დაწერენ ახალ სტატიებს. და მერე? და თუ ეს ღია ადამიანური ეკოსისტემა მოკვდება, საიდანღა ისწავლის ხელოვნური ინტელექტი მომავალში. მისი ერთადერთი სანდო წყარო უბრალოდ დაშრება. საბოლოოდ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს ალბათ თანამედროვე ციფრული ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი პარადოქსია. ნამდვილად. ენი კომფორტი მივიღოთ სწრაფი მზა პასუხები ხელოვნური ინტელექტისგან, პირდაპირ საფრთხეს უქმნის ზუსტად იმ ერთადერთ ღია ადამიანურ ეკოსისტემას, რომელიც ამავე ხელოვნურ ინტელექტს კვებავს და აცოცხლებს. ჩვენ გაუაზრებლად ვჭრით იმ ტოტს, რომელზეც თავად ჩვენი ციფრული ცოდნა ზის. სამწუხაროდ ასეა. მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენდანს, რომ შემოგვიერთით ამ სიღრმისეულ განხილვაში. ფიქრობ, ეს იყო მართლაც შთამბეჭდავი მოგზაურობა ვიკიპედიის უხილავ კულისებში. მეც ეგრე ვფიქრობ. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმ ფაქტს, რომ ჩვენი ყოველდღიური ციფრული ცხოვრება, ჩვენი მობილური აპლიკაციები, საძიებო სისტემები თუ უახლესი AI მოდელები მთლიანად ეყრდნობა ათასობით მოხალისის დაუღალავ შრომას, იმ ადამიანებისას, რომლებიც დღემდე საათობით კამათობენ სალათის წარმომავლობაზე ან თუნდაც სიტყვა იოგურტში ერთასოზე. და სანამ დაგემშვიდობებით, მინდა დაგიტოვოთ ერთი ღია დამაფიქრებელი კითხვა, რომელიც წყაროში პირდაპირ არ თქმულა, მაგრამ დღევანდელი მსჯელობიდან ლოგიკურად გამომდინარეობს. აბა გისმენთ? წარმოიდგენეთ მომავალი, შესაძლოა არც ისე შორეული, სადაც ინტერნეტში არსებული ახალი სიახლეებისა და სტატიების უმეტესობა უკვე თავად ხელოვნური ინტელექტის მიერ იქნება დაწერილი. საშიშია უკვე.
როდესაც ვიკიპედიის ადამიანური რედაქტორები დაიწყებენ ამ ეგრეთ წოდებული მეორადი წყაროების ძიებას ახალი ენციკლოპედიური სტატიის შესაქმნელად, ისინი რეალურად დაეყრდნობიან სხვა AI-ის მიერ შექმნილ ტექსტებს. აუ, ეგ მართლა ცუდად ჟღერს. ხო არ მიგვიყვანს ეს იქამდე, რომ სამყაროს შესახებ ჩვენი საერთო კონსენსუსი გახდება არა ადამიანური კამათისა და ძიების შედეგი, არამედ მანქანური ილუზიების დახურული წრე. ანუ, მანქანა მანქანისგან ისწავლის. ზუსტად. წრე, სადაც ობიექტური სიმართლე და ხელოვნური ფიქცია ერთმანეთში სამუდამოდ აირევა და ვეღარასდროს გავარკვევთ, სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე. ეს ნამდვილად ის საკითხია, რომელზეც თითოეულმა ჩვენდანმა სერიოზულად უნდა დავთიქრდეთ. ნამდვილად ჟრუანტელის მომგვრელი პერსპექტივაა. ასე რომ შემდეგ ჯერზე, როცა თქვენ საყვარელ AI მოდელს რაიმე კითხვას დაუსვამთ და წამიერად მიიღებთ იდეალურ პასუხს, წამით შეჩერდით და გაიხსენეთ ის უხილავი, ხმაურიანი და სრულიად ცოცხალი ადამიანური შრომა, რომელიც ამ პასუხის უკან იმალება. დროებით. და თუ თქვენ ისტი საგამოცდო ტრენინგის პირობები გაინტერესებთ, ბრაუზერში აკრიფეთ /G დახრილი ხაზი ICT-RG. ისე როგორც ეკრანზეა ნაჩვენები, ან დაასკანირეთ QR კოდი და თქვენ გადახვალთ ბმულზე, სადაც გაეცნობით ტექნოლოგიების გამოცდის პირობებს. 10 კრედიტს გისურვებთ.